ეს ომი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვის. დღეს საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპირებულია და შესაბამისად ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან ევროპულ სახელმწიფოში, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობა ჩვენი შვილების წინაშე და ჩვენ ამას დარწმუნებული ვარ, რომ გავაკეთებთ. 27 სექტემბერი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე არის ჩვენ ისტორიაში და რომელიც გადაისახა ოკუპაციაში, ჩვენ ამ ოკუპაციას დაუპირისპირეთ ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება და გადავარჩინოთ აფხაზური ეთნოსი, კულტურა და ენა. და ამაში დიდწულს შეიტანს ჩვენი მთავრობა თავისი პარტნიორების მხარდაჭერით. სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილით სავსე მოსაგონარია საქართველოს უახლეს ისტორიულ განვითარებებს შორის, რაც უკავშირდება 10,000-ობით მშვიდობიანი მოქალაქის შეწყვეტილ სიცოცხლეს, ჩვენი ადგილობრივი დევნილების, ისევე როგორც ომით გაყოფილი ხალხის უმძიმეს ხვედრს. პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისათვის, რომ მოხდეს შერიგება ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის, ძალისხმევა, რომელიც მართულია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ. და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნას ღირსეული ცხოვრების პირობები, დარწმუნებული ვარ, რომ გამოიღებს შედეგს. ძალიან მძიმე დღეა თითოეული ადამიანისთვის. 27 სექტემბერი ეს არის ტრაგედიის დღე, ძალიან დიდი ტრაგედია, რომლის მსგავსი ბევრი თარიღი არ მოიძებნება საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვიმყოფებით ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალთან. ეს მართლა ეროვნული გმირი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. და სწორედ აქ როცა დგეხარ, შეუძლებელია რომ ეს იმედი გაგიქრეს პირიქით, უფრო გიმძაფრდება და უფრო მტკიცედ ხარ იმ იმედში და იმ პოზიციაზე, რომ დაბრუნება აუცილებლად მოხდება. 27 სექტემბერი ჯვართამაგლების დღესასწაული, ერთის მხრივ რა თქმა უნდა ტრაგედიის დღე არის, მაგრამ მეორეც რომ იმედის მომცემი არის. ვინაიდან მაცხოვარმა ჩვენმა სწორედ ჯვარი ძლია ბოროტებას და გოლგოთაზე ფაქტიურად დაამარცხა ფარისეულობა, დაამარცხა ბოროტება, დაამარცხა ურთიერთგაუწყოვება და ყველას მოგცა იმის მაგალითი, რომ საბოლოო ჯამში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, იმ ადამიანს, ვინც შეწირა თავისი ცხოვრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აი ამ ბრძოლას. ჩვენ პატივს მივაგებთ ქეთს ვიხრით მაგითი ოჯახების წინაშე. ჩვენ შევძლებთ და გავაკეთოთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვიცხოვროთ გაერთიანებულ თანამედროვე სახელმწიფოში.